დიდი მადლობა დავით, წარმატებული ეთერს გისურვებთ. Ქვევრის ღვინის ტექნოლოგიის დაცვა საერთაშორისო დონეზე ეს მეთოდი მთელს მსოფლიოში გამორჩეულია და ქართული ტრადიციაა. იუნესკოს ნუსხაში მალე ქართული ქვევრის რამდენიმე სახეობაც შევა, ამის შემდეგ კი ყველა ეტიკეტზე მითითებული იქნება, რომ ღვინის დაყენების პროცესი მხოლოდ საქართველოში ხდებოდა და ხდება პარალელურად ქვევრში ღვინის დამზადების ტექნოლოგიის რეგისტრაციაზე მუშაობას საკპატენტიც იწყებს. კულტურის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საქართველოში რამდენიმე თვე შეელოდება. სოფო მდიდარაძე კი ამბობთ. ქვევრის ტიპის ჭურჭელი არის უძველესი კავკასიის ტერიტორიაზე. ძველი წელთაღრიცხვის მე-6000 წლით დათარიღებული ქვევრის ტიპის ჭურჭელი თიხისგან არის გაკეთებული, რომელზეც ყურძენია გამოსახული. გასული საუკუნის 70-იან წლებში მარნეულში ნაპოვნ უძველეს ქვევრს ექსპერტიზად ჩაუტარდა. კვლევამ დაადასტურა, რომ თითქმის 8000 წლის წინ საქართველოში ღვინოს ქვევრში ამზადებდნენ. ყურძნის მორჯულებას და მოშინაურებას ჭირდება არაერთი 100 წელი. ასე რომ ჩვენ ძალიან მარტივად და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ კიდე მე-7000 წლის მეორე ნახევარში აქაურმა ქვემოქალაქე დასახლებულმა ადამიანებმა დაიწყეს ყურძნის მოშინაურება. ტექნოლოგია მართლა ჯერჯერობით ჩვენ შევინარჩუნეთ. ქართული მხარე ქვევრის ღვინის ტექნოლოგიის დაცვას უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ითხოვს. იუნესკოში ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის ნომინაციის წარდგენაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუშაობს. მის იმსახურებს მთლიანად, როგორც უნიკალური მოვლენა, იყოს წარდგენილი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხა ეს არის იმ მოვლენების ჩამონათვალი, ის მოძრავი თუ ნივთიერი თუ არანივთიერი ძეგლები, რომელიც არის დაცული როგორც საერთაშორისო საგანძური. მოხდება ჩვენგან მთელი პაკეტის წარდგენა, აქ უნდა იყოს დოკუმენტები, აქ უნდა იყოს სამეცნიერო მასალები, აქ უნდა იყოს ვიდეო და აუდიო მასალაც, ასევე ყველაფერი ეს შეიკრიბება, მოხდება ამის გადაცემა იუნესკოს შტაბ-ბინაში და ქვევრი გამოცხადება უნიკალურ ქართულ ფენომენად მსოფლიოს ხალხების ისტორიაში. ქართული ტრადიციული ქვევრები საქართველოდან არაერთმა ღვინის მწარმოებელმა გაიტანა. თუმცა მათი გაყიდვისას არც ერთ ეტიკეტზე მითითებული არ არის, რომ ეს ტრადიციული ქართული ქვევრის ღვინოა. ქვევრი და ქვევრში დაყენებული ღვინო და მეთოდი ერთმანეთზე არის მიბმული და ეს არის ერთი მეთოდი, ერთი სრული სხეული და ამას დაიცავს ნამდვილად ჩვენი აზრით სწორედ იუნესკოს ეს პროგრამა. ბევრი შემთხვევა არის, როცა თვითონ ქვევრს ყიდულობენ იტალიური და ესპანური კომპანიები და აწარმოებენ ქვევრის ღვინოს და ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ ეს ცნობილი იყოს, რომ რეალურად ქვევრის ღვინო მოდის საქართველოდან და არა ესპანეთიდან და იტალიიდან. პარალელურად საკპატენტი ქვევში ღვინის დამზადების ტექნოლოგიის რეგისტრაციაზე, როგორც ინტელექტუალურ საკუთრებაზე მუშაობას იწყებს. დოკუმენტი, როდესაც მომზადება, ჩვენ ამას ვაპირებთ, დავარეგისტრიროთ როგორც ინტელექტუალური საკუთრება, როგორც ქვეყნის შიგნით, ესევე ვთქვათ საერთაშორისო დონეზე და შემდეგ მოხდეს ამის დაცვა. თუ იქნება ამ ტერმინის გამოყენება, ეს ასოცირება მოხდეს ამის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან. იუნესკოს წარმომადგენლებს საქართველოში რამდენიმე თვე შეელოდებიან. ორივე მხარის ერთობლივი მუშაობის დასრულების შემდეგ 2013 წელს იუნესკოს კომიტეტის სხდომაზე გადაწყდება შევა თუ არა მსოფლიო არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდი. ბორტკომპიუტერი გამომცდელის ნაცვლად მართვის